მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, ჩემო ტკბილებო. როგორ ხართ? ახალი დღე, ახალი ვლოგი და ახალი ემოციები, ახალი იმედები, ახალი მიზნები. დღეს არის 6 იანვარი და დღეს ღამე დგება შობა. დღეს უნდა გავაკეთო გურული ღვეზელები და ასევე ხაბიზგინები, ანუ კარტოფილი და ყველი ერთად. სოხოს ძალიან უყვარს და სხვათა შორის მეც, ლილეს არა. ეს ჩამოგვიცურდა. აქვე ვიტყვი აი ამ პაჩებზე, რომ რამდენი ხანია მაგ ვერ გეტყვით, მაგრამ ვერასდროს ვერ ვიცლი აი ესეთი რუტინისთვის და დღეს ის შემთხვევაა, რომ გამიმართლა და სოსო დილით საპატივი და ბავშვი დააძინა და მე ვიბანავე და მოწესრიგი და მოვიცან ისეთი რაღაცებისთვის და თან აკავას ვსვავ, თან ჩემს საყვარელ ბლოგერს უყურებ და ასე შემდეგ. დღეს მოკლედ ამ დროს ზოგადად ვიძინებ ხოლმე ლიზა როცა იძინებს დილით რომ ვაცილებ ლილეს, მე ვიძინებ და ლიზაც იძინებს, მეც ვიძინებ, მაგრამ მე რახან შხაპი მივიღე და ის უკვე გამოვხესლდი. ამიტომ ვიცი რომ დამერხევა შუა დღეს მერე და მომწყდება კისერი, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ დავიძინებ, იმიტომ რომ ყველაზე ხანგრძლივად ლიზას დილით ძინავს. ამიტომ მივხედავთ სახლს, ოღონ მე ჯერ ყავს რომ დავლებ და აი ამ გემრიელ მომენტით ვისარგებლებ, მე უკვე მივხედავ სახლს და მე საღამოსკენ უკვე მივხედავ ხაჭაპურს, კარტოფილიანს და გურულ ღვეზელს, იმიტომ რომ მინდა რომ ღამის 12-ზე უკვე სანთელი წავანთო და მზად იყოს ეს ყველაფერი. მადლობა მინდა მოგიხადოთ კიდევ ერთხელ წინა ვლოგში მოლოცვებისთვის ტელეფონთან დაკავშირებით. წინა ვლოგის ბოლო ნახევარიც ამ ტელეფონით გადავიღე და ახლა საერთოდ ამ ტელეფონით ვიღებ ვლოგს. კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით, თუმცა ბოლომდე არ შევცნობი ვარ მის მონაცემებს, მის უნარებს, რა შეუძლია, მაგრამ რაც ვიცი, უკვე ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ეს 2-3 წელი და რაც შეეხება კამერას, მართლა როგორც ამბობდნენ, მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ წინა და უკანა კამერით, ორივე შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი ვარ. და ნახოთ. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზია ამ ხრივ. ასე რომ დავიწყეთ. დღეს ლილეს ერთად გამოვიყვანთ მე და თქვენ. მოკლედ ამ დღეს ჩვენ ერთად გავატარებთ. მოკალათ დიდ გემრიელად, თუ საქმე გაქვთ ამ ვლოგთან ერთად გააკეთეთ, იმიტომ რომ მეც აი ამ ფუსფუსში ვიქნები. თუ არა და უფრო ჯობია რომ მოკალათ დიდ გემრიელად, ყავა, ჩაი, რამე, რუმე და ჩაუჭექით და სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. ესე იგი, ახლა გამოვიყვანე ლილე, აქ არის გაბრაზებული. იმიტომ რომ სტარბაქსში შევიაროთო და სტარბაქსში ვიყიდება. ის არა ქვია. ნამცხვარი ლოლიპოპები რა, და თუნის ფორმის და ასე შემდეგ. სხვათა შორის რო შემოვა ახლა საქართველოში თუ ავწდები 26-ში შემოდის იანვარს თუ არა, იანვარს არა, მარტში მე მგონი. ხო და იქნება ვანდას და გასინჯეთ. ბავშვებს მოწონთ ძალიან. სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს ფასები, მანდ როგორი იქნება და დარწმუნებული ვარ, მე კომენტარებში დამიწერთ თქვენ როგორი ფასები იქნება ყავის. ბევრნაირი ყავაა და როგორი ფასები იქნება. ხო და ეხლა არის მაგაზე გაბრაზებული, რომ ის ლოლიპოპი უნდა 2 დღეა და სხვათა შორის არ ღირსია, სხვათა შორის ვიდა გიტყრე. ხო და მაგრამ ვუყიდე ამ დღეებში. ამ დღეებში ვუყიდე აუცილებლად. ამასობაში ლიზას ჩაეძინა სახლში, ვერ დავაძინე. პირველ საათზე უწევდა ძილი და პირველ საათზე ვაძინებ ხოლმე და სადღაც 2-ს რომ 15 აკლია, 10 აკლია ვაღვიძებ, თუ თვითონ ვერ იღვიძებს, იმიტომ რომ ლილე უნდა გამოვიდეს 3:20 სკოლიდან და ჩვენ ხო გზაში გვინდა დრო. ხო და დღეს არ დაიძინა და არა უშავს. გარეთ როგორც კი გამოვედი სახლიდან ეზოში, მაშინვე დახუჭე თვალები და დაიძინა. ეხლა თან ჭამა უწევს 3:30-ზე. ხო და გაიღვიძებს და ვაჭმევ და მე უკვე გავაგზავნებთ ჩვეულ რეჟიმს დღის მანძილზე. მე სახლი მივალაგე უთქვენოდ, გოგოებთან ქოლი მქონდა და
მივალაგე ზოგადად ვიცით ხოლმე საქმეების დროს ლაგება რაღაც საქმეების დროს კი არა საქმეების დროს ქოლი ვიცით ხო და იცი გავატარო თორემ ვლაპარაკი და ნელა დავდივარ და ხო და ეს რა ქვია გოგოებთან ერთად გავაკეთე და აღარ გადამიღია რა გავაკეთე როგორ გავაკეთე სახლის საქმეები მაგრამ დანარჩენ საქმეებს ლილე მოდიდე დანარჩენ საქმეებს ღვეზელის გამოცხობას და ხაბიჩკინას და ამას ყველაფერს რა თქმა უნდა მაგებს ყველაფერს გადავიღებ მაგიტოვდებ ამ ბლოგს ეხლა ხშირად იდება ბლოგები არხზე იმიტომ რომ მაქვს თემები თორე ეს სულ არ იქნება ხალხო მინდა გითხრათ ესე ხშირად ვერ დავდებ იმიტომ რომ არ მაქვს ხოლმე თემები ეხლა ახალი წელია იქშობა მე ძველი ახალი წელი რაღაცა იქით აქეთ და მაქვს რა თემები და აი როცა ჩაივლის ეს ყველაფერი მე უკვე ჩემი ბლოგებით შემცირდება თუმცა ვეცდები რომ ლაივები ხშირად ჩავდო ძალიან ცივა სანამ გამოვიდოდი სახელიდან სოსო 5 გრადუსია დღეს ხო და ხოთაშორისო აი სასეინო ამინდიაო და ეგ ვერ ხვდება გარეთა ტემპერატურას იმიტომ რომ გადმოდის სულ 5 წუთით შედის მაღაზიაში ან რესტორანში იქ თბილა იღებს შეკვეთას გამოდის ისევ მანქანაში ჯდება და როდესაც იღებს ტემპერატურას მაგისთვის აი გარეთ რო გამოდიხარ და ცოტა ხანი გაუჩერდები აი მე ძვარში დერბილში გადანს ეხლა განახევთ აქ როგორ აქვთ მოწყობილი საშობაოდ აი ეს ღამე აქედან შუქები ანათებს პირდაპირ მათ და ისეთი ესე აქვს ფიზიკში და წინა აქვს აი ეს საჩუქრების კუდი ეს გაბუშული დადის ხოდე ამას აქციოს მაყოფილდა ბედნიერი ერთ მე ვარ მე გუგიზა და ყველაზე შეწუხებული მე უნდა ვიყო მაგრამ ყველაზე მეც მაინც მე ვიცინი მე ვამხიარულებ ამათ დავიღალე ამათი ბუტიაობით გაიწიედე ამას ლილეს ამბობ დროს ძალიან დასჩენდა ეს ბუტიაობა სიმხლით პროტესტის გამოხატვის ის დაეწყო და რაღაცა როცა არ მოწონს შედის ოთახში კარებს კეტავს ხან აჯახუნებს არის ეს უკმაყოფილო ყველაფერზე უკმაყოფილო მაგრამ მაგით პერიოდი აქვს ამის მოდი ახლა წამოთ ამის გარდატეხის ასაკი წარმოუდგენია რა იქნება ყველა მშობელს გამძლეობას გისურვებთ ვისაც აი ეს პერიოდი გაქვთ ახლა რომ თქვენ შვილებს აქვთ გარდატეხის ასაკი იმედი მაქვს რომ ჩვენც შედარებით იოლად გადავლახავთ მაგ პერიოდს ერთანაც და მეორესთანაც ყველაზე მეტად დედები ვიჩაგრებით მაგ შემთხვევაში მამები ალბათ ვერ ზგებულობენ როგორ და რანაირად ნუ ინდივიდუალურია მაგრამ მგონია რომ უფრო დედა რახან უფრო მე დროს ვატარებთ შვილებთან ხო და სადღაც გულის სიღრმეში ძალიან დავდო თუმცა იქამდე ძალიან ბევრი წელია მაგრამ ხო ისიც დრო როგორ გავიდა ეგეთი ამბავია წინასწარ ხა მაღაზია ვეღარ ვინერვიულებ ფარმაკლიასთან ნერვიულებ მაგრამ დრო რომ მოვა მაღაზიას ვინერვიულებ დროურად ყველაფერზე ვინერვიულებ წავედით ხა სახლში ჩვენ და ჩაგერთვებით აუცილებლად როგორც კი დავიწყებ გემრიელ პროცესს აი მეზინა მოგეთ ველოდე რომ ლიზა დამეძინებინა 5:30-დან ველოდები რომ დაიძინოს 5:30-ზე გაიღვიძა და ნუ წესით 6:30-ზე 7-ზე მაქსიმუმ უკვე უნდა დაეძინა მაგრამ არ დაიძინა არ ვსიდებით ახლა არის
რა ხდება? საღამოს 9 საათი ხდება, 5:30-ის მერე ღვიძავს და მე ჯერ კიდევ ცომი არ მომიზელია, ასე რომ გესმით ალბათ მისი წუწუნი. მუსიკა მაქვს ჩართული, მაგრამ არაფერს არ შველის, მე ახლა უცებ უნდა მოვზილო ცომი, რომ ძალიან დამეგვიანდება 12-ზე უკვე უნდა მქონდეს გამომწვარი ხაბისგინაც და გურული ღვეზელიც და იმედია სოსოც მალე მოვა და შემეშველება, ასე რომ დავიწყოთ. Mataridan.
სასაცმელი ვერაფერი ვერ ავარჩიე ჩემთვის აბსოლუტურად. მოდი მალე დე. ვერაფერი საერთოდ. ეხლა წავალ და ლიზას უბრალოდ ბოდეებს ვნახავ ჩემი ფეხსაცმლის მაგივრად ლიზას უყიდი ბოდეებს, იმიტომ რომ სხვა კიდე დიდი რიგი არ არის. იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ხა მინდა ისეთი ვიყიდო, რომელსაც ჩავიცმევ და კომფორტულად მექნება თან ფეხზე და ეგეთი არაფერი არ იყო ხალხო. საერთოდ ალბათ თან დილითაც რო არ მოვედი მაგიტო და არა უშავსაც არის ეგ არის რა. ავარჩიოთ ლიზასთვის ბოდეები. ლიზას უყიდე. დასაცმელი ალბათ 3 თუ 4 წელი. ზუსტად არ მახსოვს. და ნასკები. ნახოთ რამდენი იქნება სულ. დავწერა გამოჩდება. Use it up, right? Jump right. Take it. ესე იგი შევიძინეთ $49. წინდები გეპის რამდენი ცალია შეგნით 2 4 6 7 8 ცალი აქ პატარა დათუნებიც ახატია 2 წვილს ეს შევიძინეთ ბარემ გავაცხავ დღესამად კიდე შევიძინეთ ესეთი თლიანი ბუდე ელვა შესაკრავით ყველაზე კომფორტული ეს ღირდა ფასებსაც ვიტყვი ეს წინდები ღირდა 8 წვილი $8 ეს ბოდე ღირს ეს არის ბამბის სუფთა ბამბის და $7 ღირს ღირდა შემდეგ ეს ბიჭის სექციაში ვუყიდე იმიტომ რომ გოგოსთან თბილი რაღაცები თითქმის არ ეკიდა ეს ვუყიდე ბიჭის სექციაში არის ჟაკეტი ჟაკეტი შიგნიდან არის ესეთი ჩიპეს უყურეთ ესეთი ბოდე შიგნიდან და ქვეშ არის შარვალი არის ბიჭებში ნაყიდი მაგრამ ლიზას ჩაიცნობს არაფერი არ მოუვა ეს თავის დროზე ღირდა $34 მაგრამ ეხლა მივეცი 13 თავის დროზე ღირდა 34 არ ვიცი ხა თუ დაინახავთ აი ეგ წერია კარტერს ეს არის ესეც კარტერს არის მგონი ხო ესეც კარტერს არის $13 ეს სამეული კიდე ესეთი ნიუ-იორკერის რაღაცა ეს ღირდა 11 აქ არის აბადო კითმის და ესეთი სქელი კარგად ისეთი სქელი ძენკლავიანი ბოდე და რეიტუზები გვაქვს ბევრი და რეიტუს ჩააცმევ და ამას ამოაცმევ ძალიან საყვარელი და ლამაზიც არის და თბილიც არის და დიდი რომაც არის დასდავარია კარგათაც ექნება ესეთი მარწყვი ახალია ეს და და აი ესეც ეს სხვა rabbit bear ის არის არ ვიცი ამასაც მოყვა თავისი აბადოკი და ესეც მთლიანი ბოდე ესეც ელვა შესაკრავით ესეთი პრინტით აი ესენი ვიყიდე 1 2 ну ეს სამეულია და ესე და 4
და წინდები. ერთი ცალი გავხსნა. $49. ზუსტად. ეს იყო ჩვენი შენაძენები, როგორც ნახეთ, ფეხსაცმელი ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ ნუ ხათრით ყიდვა არ მინდოდა ისეთი მეყიდა რომ თან ჩამეცვალა. არ იყო ეგეთები, თან ცოტა საღამოსკენ მომიზია მისვლა, იმიტომ რომ მანამდე სხვა საქმეებზე ვიყავით, მაგრამ არა უშავს. ეგ არაფერი სხვა დროს შევიძენ. რატო? ეს ლილეს სნეფლია. მარწყვის და კივის. ხო? წავედი მეგობრებო, ხა დაგემშვიდობებით. და შემდეგ შეხვედრა რამდე ძალიან დიდი მადლობა ვინც აქამდე უყურეთ, ცოტა დაღლილი ვარ, იმიტომ რომ სანამ თქვენამდე მოვედი ისა რა ქვია, სახელი მივალაგე ცოტა რომ მოვედი ლიზა ვაბანავეთ მე და სასომ ერთად, რო გენახათ როგორ მოკვდებოდი წიწილით. ერთად ვაბანავეთ და ეხლა არ არის გვიანი სხვათა შორის 7:09-ია, 7 საკლია 20 წუთი საღამოსი და სოსო აძინებს ცოტა ხანი იქნებ დაიძინოს და მე გავაგრძელებ რაღაც საქმეებს, მაგრამ ყავამი და მანამდე. ესეთი ამბები იყო დღეს ჩვენს თავს მეგობრებო. გილოცავთ შობას ამ ვლოგს თქვენ 8 ნოემბერს უყურებთ. ნოემბერი რაღა იყო იანვარი, ანუ მაქციოთ ყურადღება. გილოცავთ შობას კიდევ ერთხელ ამ ყველაფერს ერთად ახალ წელს ბედობას, მალე ძველი ახალი წელი მოვა. და გჯეროდეთ სასწაულების და გულით რასაც ნატრობთ, ყველას აქვსრულებოდეთ კეთილი ნატრები, ჯანმრთელობა, მხნეობა, ნაცდავარია ჯერ და ჯანმრთელობა და მხნეობა თუ გექნებათ, დანარჩენი ყველაფერი იქნება ადრე თუ გვიან. და გამშვიდობებით და შემდეგ შეხვედრით.